დღეს 14 აპრილს ქართული ენის დღე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის პირველ კორპუსში ქართული დამწერლობის დარბაზი გაიხსნა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ახლად გახსნილ მუზეუმში დამთვალიერებელს დღეიდან საშუალება ექნება იხილოს ქართული დამწერლობის განვითარების გზა უძველესი დროიდან თანამედროვე ეპოქამდე. სახელმწიფო ენის დღესთან დაკავშირებით დარბაზში ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდში დაცული დედაენის უნიკალური ეგზემპლარები იყო წარმოდგენილი. დღეს არის განსაკუთრებული დღე იმითაც, რომ 14 აპრილს 47 წლის წინ 1978 წელს ქართულმა საზოგადოებრიობამ, ეროვნულად განწყობილმა პროფესურამ, სტუდენტებმა, ასევე ეროვნულ უფლებადამცველური მოძრაობის აქტივისტებმა თავი მოუყარეს უზარმაზარ დემონსტრაციას, რომელმაც მოახერხა ის, რომ როგორც ცენტრალურმა ხელისუფლებამ, საბჭოთა კავშირისამ, ისე ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკან დაიხიეს და მათ დატოვეს ის პუნქტი კონსტიტუციაში, ის მუხლი, რომლის მიხედვითაც ქართული ენა რჩებოდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში სახელმწიფო ენად. დღეს ასევე ძალიან საინტერესოა, დამთხვევა არის, მაგრამ ალბათ დამთხვევაც არ არის, რომ 1879 წელს ილია ჭავჭავაძეს, დიმიტრი ყიფიანს და იაკობ გოგებაშვილს მოუვიდათ პირდაპირ ცნობა, რომ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება შესაბამისი უწყების მიერ არის ნაცნობი და მას შეუძლია დაიწყოს ფუნქციონირება, რაც დაიწყო კიდევაც მომდევნო დღეს. 14 აპრილი დააწესა თვითონ ხალხმა, ახალგაზრდობამ თავის მშობლიურ ენას მიუძღვნა 14 აპრილი და მთელმა საზოგადოებამ და მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ქართველები ამ დღეს ჩვენ ვზეიმობთ ჩვენი მშობლიური ენის დღეს. მინდა იმასაც გაუსვა ხაზი, რომ 14 აპრილმა ფაქტიურად ქართული ენის დაცვამ სხვა ენების დაიცვა, სხვა რესპუბლიკების. მაშინ საბჭოთა კავშირი საკმაოდ ძლიერი იმპერია იყო ჯერ კიდევ და ბუნებრივია, რომ იყო საიშროებაც, ხიფათიც იყო მოსალოდნელი, ისეთივე ხიფათი, როგორც 1956 წლის 9 მარტს მოხდა, როდესაც 100-მდე ადამიანი დახოცეს რუსულმა ჯარებმა და ყველაფერი იყო ისე მიმართული, რომ ახალგაზრდობის ერთსულოვნებამ და ერთად ყოფნამ ეს ნაბიჯი მათ ვეღარ გადაადგმევინ. ეს არ იყო პოლიტიკური ბრძოლა, ეს იყო გულწრფელი ბრძოლა, როგორც საკუთარ დედას, საკუთარ მშობელს დაიცავდა ქართველი ადამიანი, მით უმეტეს ახალგაზრდები და მე ამას მივესალმები. დღეს ძალიან ღირსშესანიშნავი დღეა, როგორც 14 აპრილის გამო, ასევე რომ დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნა ქართული ანბანის დარბაზი, რომელიც ჩვენს მომავალ თაობებს ძალიან შეუწყობს ხელს, რომ ქართული ანბანი, ქართული დამწერლობა, ქართული სიტყვა რაღაცნაირად უფრო ახლოს უფრო გულთან ახლოს მიიტანონ და უფრო შეიყვარონ. მე აქვე არ შეიძლება რომ არ ითქვას თუ რაოდენ დიდი დამსახურება არის ქართული ანბანის შექმნაში, ჩამოყალიბებაში, ხელნაწერების წერაში, გადაწერაში, თარგმნაში და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ქართული ეკლესიის. რომ არა ქართული ეკლესია ჩვენ არ გვექნებოდა შენარჩუნებული ჩვენი ენა, ჩვენი ანბანი, ჩვენი დამწერლობის სამისახეობა. ეს იყო კოლოსალური ძალისხმევა, რომელსაც ჩვენი დიდი წინაპრები ატანდნენ აი ამ პროცესს, კულტურულ პროცესს და ფიქრობ, რომ ძალიან დასაფასებელია ეს, რაც გააკეთა ჩვენმა ეკლესიამ აი ამ კუთხით. ამ დარბაზში, რომელიც დამწერლობის დარბაზია, წარმოდგენილია ბაგრატის ტაძრის იატაკის ანალოგია, მოზაიკა გაკეთებული, რომელიც უნიკალური შესრულება რეალურად. ამავე დროს აქ არის წარმოდგენილი მოზაიკური თვალსაზრისით ქართული დამწერლობის ასონიშნები და კედლებზე კიდე წარმოდგენილია ის ექსპოზიცია, რომელიც თქვათ ჩვენი დამწერლობის ისტორიას ასახავს. აი პირვანდელი აღმოჩენილი არქეოლოგიური გათხრებიდან საბოლოოდ როგორ გადავდივარ თქვათ წიგნის ბეჭდის ნაწილზე, აი ესეც კი პატარა სივრცეში არის წარმოდგენილი. რეალურად ეს არის
ყველა იმ ადამიანისათვის, ვინც დაინტერესებულია ქართული დამწერლობით და ჩვენ ამით ხაზს უსვამთ ჩვენი დამწერლობის კულტურის უნიკალურობას. აქვე არის წარმოდგენილი უცხოური ნიმუშები დამწერლობისა, რომელზეც პარალელებს ვაკეთებთ. ანუ რა იყო სხვაგან, რა იხდებოდა ჩვენთან და ამ თვალსაზრისით უიოლებთ დამთვალიერებელს აი ამის წარმოდგენას და ასახვას. დღეს დედაქალაქში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რარიტეტული წიგნებისა და ცნობილი უცხოელი ქართველოლოგების ნაშრომების გამოფენა გაიმართა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი, ასევე 1670 წელს რომში გამოცემული ქართული ენის გრამატიკა და იაკობ გოგებაშვილის დედაენის პირველი გამოცემა. ტრადიციულად ჩვენი უნივერსიტეტი ყოველთვის აღნიშნავს ქართული ენის დღეს 14 აპრილს. მათ შორის თავისთავად ცხადია, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაც მონაწილეობს ხოლმე ამ ღონისძიებაში სხვადასხვა ფორმით. წელს ჩვენ ასეთი ფორმა მოვიფიქრეთ, რომ შემთავაზეთ ჩვენს სტუდენტობას, პროფესურას და დამთვალიერებელს გამოფენა, სადაც წარმოდგენილია უნიკალური გამოცემები, რომელთა ავტორები გახლავთ ქართველოლოგები, უცხოელი ქართველოლოგები, რომელთაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა. მოგეხსენებათ, საპატიო დოქტორის წოდების ტრადიცია 1918 წლიდანვე იწყება და საერთოდ 170 საპატიო დოქტორი ჰყავს უნივერსიტეტს, მაგრამ აი აქედან ჩვენ გამოვარჩიეთ 17 ქართველოლოგი და წარმოვადგინეთ ის უნიკალური ლიტერატურა, რომელიც დაცულია ჩვენს საცავებში. აქ არის როგორც წიგნები, სამეცნიერო სტატიები, ასევე ძალიან საინტერესო საარქივო დოკუმენტები და აი ამითი წელს ასეთი ფორმით გამოვეხმაურეთ ქართული ენის დღეს. სახელმწიფო ენის დღესთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა. სალიტერატურო ენის საკითხები, ძირითადი ტენდენციები და პრობლემები. ამ სახელწოდებით გამართული ღონისძიება 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ქართული ენის ფუნქციონირება და მისი სტანდარტიზაციის პროცესი, საგანმანათლებლო პოლიტიკა და ენობრივი სტანდარტების ციფრულ ეპოქაში, საზოგადოების დამოკიდებულება სალიტერატურო ენის ნორმებისადმი. ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც კონფერენციის მონაწილეები იმსჯელებენ. 14 აპრილის არის უნიშნულოვანესი თარიღი, არა მხოლოდ საქართველოს ისტორიისთვის, არამედ მე ვიტყოდი იმ ყველა რესპუბლიკის ისტორიისთვის, რომელი რესპუბლიკების მასში შედიოდა საბჭოთა კავშირში. იმიტომ რომ სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაწყებული აქციის შემდგომ მიიღო საბჭოთა ტოტალიტარულმა ხელისუფლებამ გადაწყვეტილება, რომ მოძმე რესპუბლიკების, რა თქმა უნდა, ბრჭყალებში, კონსტიტუციებში ასახულიყო მუხლი, რომ საქმის წარმოება წარმართულიყო მშობლიურ ენაზე ყველა ამ რესპუბლიკაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო და დღევანდელი კონფერენცია სწორედ ეძღვნება ქართული ენის თანამედროვე გამოწვევებს, იმ გამოწვევებს, რომელიც დღევანდელ პირობებში აქვს ჩვენ მშობლიურ ენას. რა თქმა უნდა, ენა ცოცხალი ორგანიზმია და მას ყოველთვის სჭირდება დაცვა, განვითარება და სწორედ აი ამ საკითხებზე მსჯელობს დღეს ქართველი მეცნიერები, უცხოელ მეცნიერებთან ერთად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1978 წლის 14 აპრილს ქართულმა ხალხმა როგორი სერიოზული ბრძოლა გადაიტანა იმისთვის, რომ ქართულის როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი საქართველოს კონსტიტუციაში დარჩენილიყო და ყველა კონსტიტუციაში დამოუკიდებელი საქართველოს დროიდან დღემდე ყველა კონსტიტუციაში ქართულს აქვს საქართველოს სახელმწიფო ენის სტატუსი. ამჟამად ეს არის საქართველოს კონსტიტუციის მეორე მუხლით გამტკიცებული და მას იცავს ორგანული კანონი სახელმწიფო ენის შესახებ. 47 წელი გავიდა ამ დროიდან, მაგრამ ქართული ენის მდგომარეობა, რომ ვთქვათ, რომ გაუმჯობესებულია, არ იქნება სწორი, რადგან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ის აღმოჩნდა უფრო მძიმე კონკურენციაში, ვიდრე იყო საბჭოეთის დროს. საბჭოეთის დროს მას ჰყავდა ერთადერთი კონკურენტი, შეიძლება ითქვას, ეს იყო რუსული. ამის შემდეგ ყველა საერთაშორისო ენა მისი კონკურენტი აღმოჩნდა და რა თქმა უნდა არ არის ძნელი ამ კონკურენციაში საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა, როდესაც ყავს ისეთი კონკურენტი ენა, როგორც ინგლისურია მაგალითად, რომელსაც კონკურენციას ვერ უწევენ თვით ესპანური, პორტუგალიური, ინდური, ჰინდიან ურდუ
თვით ჩინურიც კი აღარ ლაპარაკობს სხვა ენებზე. ამიტომ ჩვენ მოგვიწევს ყოველთვის ფიქრი იმაზე, რა უნდა გავაკეთოთ, რომ ქართულმა ენამ თავისი ფუნქციონირება გაიუმჯობესოს და ჩემი მოხსენება სწორედ ამას ეხებოდა, რა მიმართება ქართული ენის ფუნქციონირებასა და მისი ნორმალიზაციის, ანუ სტანდარტიზაციის პროცესს შორის და მე განვიხილე ის ძირითადი სფეროები, რომელიც სახელმწიფო ენა გამოიყენება, სად გვიჭირს, რა ტიპის არის ეს გასაჭირი, როგორ შეიძლება კანონმდებლობის გაძლიერება ამ მიმართულებით და როგორ შეიძლება მისი გაუმჯობესება და რა უნდა გაკეთდეს იმის, რომ უკვე მიღებული სტანდარტული ნორმირებული, ანუ ქართული სალიტერატურო ნორმები ცხოვრებაში გატარდეს და გამოყენებოდეს ქართული ენის ფუნქციონირებისთვის ყველა დონეზე. ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა ეროვნულ სასახლეში. სკოლის მოსწავლეებისთვის მხატვრული კალიგრაფიის მასტერკლასი ჩატარდა. ღონისძიებას პედაგოგი ასმათ გვაზავა უძღვებოდა. მან მასტერკლასის დაწყებამ და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ღონისძიების მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ესწავლათ ლამაზად წერა ტრადიციული მეთოდებით. დედაინის დღესთან დაკავშირებით ჩვენ სასახლე მასპინძლობს სტუმრებს, სხვადასხვა სკოლებს, სხვადასხვა ასაკის ბავშვებს, სადაც საშუალება ჩვენს მასტერკლასზე ბავშვებს საშუალება აქვთ გაეცნონ ხელით წერის ტექნოლოგიას, ქაღალდის დაძველების პრინციპებს, როგორ უნდა გამოიყენონ კალმები, სხვადასხვა ფერის ფუნჯები, ფანქრები და როგორ უნდა შექმნან საკუთარი ხელით კალიგრაფიული ნამუშევარი, რომელიც ხელოვნების დონეზე იქნება აყვანილი. დღეს ჩვენ წერთ ჩვენ სახელებს ან ასოებს იმისთვის რომ ვაჩვენოთ დედაენის დღე რამდენად ძვირფასია ჩვენთვის. ფურცლებზე უნდა დავწეროთ ჩვენი სახელი, ან ჩვენი სახელის პირველი ასო, ან შეგვიძლია ჩვენ დედებს დავწეროთ მისალოცები, რომ გამოვაჩვენოთ თუ ჩვენ დედაენის დღე რა მნიშვნელოვანია ჩვენი ერისთვის, ქართველებისთვის.